საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ამის შესახებ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. მე შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ასევე აკრძალული აქვს 2 წლით თანამდებობის დაკავება. სიორიძის განცხადებით მამუკა ხაზარაძეს არ ჩაუდენია დანაშაული, რადგან მისი თქმით აღნიშნული საგამოძიებო კომისია არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში კანონდარღვევით შექმნეს. მისივე განცხადებით საქმე უზენაე სასამართლოში წავა, საბოლოოდ კი სიმართლე სტრასბურგის სასამართლო დაადგენს. თურმე სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. შესაბამისად მამუკა ხაზარაძე რჩება პატიმრობაში. დიახ, მამუკა ხაზარაძე შეგნებულად არ გამოცხადდა წულუკიანის დაძახილზე, თუმცა მას არ ჩაუდენია 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სახეზე არ არის მისი შემადგენლობა. აუცილებლად მივსდევთ ამ საქმეს ბოლომდე უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, რათა შეუქმნათ სამართლებრივი საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის.